დღევანდელი ეპიზოდის თემა არის მოზარდები. ვარ უბრალოდ მშობელი, რომლის შვილიც არის ამ მოზარდობის ასაკი. ქონდა რაღაც მომენტი, რომ ვაუ, გაიზარდა. პირველი იყო შიში. თან ამ ასაკში ხო ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამართლიანობა. გონია რომ ისევ ჩემი შვილი მაძლევს აი მაგ ინსპირაციას. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავითავისოთ მშობლებმა რა ეტაპზე გადავდივართ ჩვენ შვილებთან თანაცხოვრები. ანუ შეგრძნება მაგ რომ თუ ჩემ შვილს ეგეთი დედა შეხვდათ, ესე იგი ესეთი გზა ქონდათ გასული. ეს უნდა. მე გეტყვის ვის უნდა? შენ გინდა თუ მე მინდა? აუ რა კაი. ერთი მხარე იძახის რომ გაუშვი, რა თქმა უნდა, და მეორე მხარე იძახის რომ აი და რაღაც მოხდეს. ანუ რა უნდათ ამ ბავშვებს ეხა ამას? აკლია ინდივიდუალური დრო მშობელთან. და აი ყოველთვის ჯობია ცუდიც, კარგიც, მაინც ითქვას ჩემთან. მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელი ეპიზოდის თემა არის მოზარდები. ოღონდ ეს თემა იმდენად ვრცელია და იმდენად ბევრი რამ აქვს სათქმელი ამ თემაზე, რომ მხოლოდ ერთი არ იქნება. ვაპირებ რომ გავყო, შეიძლება 3-4-იც კი გამოვიდეს. და ამ ეპიზოდების სტუმრები იქნება სხვადასხვა ადამიანები, ზოგი იქნება მშობელი, ზოგი იქნება ექსპერტი ამ მიმართულებით თუ არსებობს ასეთი ექსპერტიზა. და შევეცდები, რომ თქვენთვისაც თუ მოზარდები გყავთ სახლში, უფრო მარტივი გახდეს ამ პერიოდის რაღაცა გადალახვა. მე თვითონ მყავს 13 წლის შვილი, ზუსტად ამ გზაზე ვარ მეც და ასე ცოტა ჩემთვისაც გამოვიყენებ ამ დროს, იმიტომ რომ ჩემთვისაც გავახსენებ იმ ცოდნას, რაც ამ თემაზე მაქვს შეგროვებული სხვადასხვა წყაროებიდან და იქნებ თქვენს და გამოგადგეთ. დავიწყებ იმით, რომ ფაქტებით რა ზოგადად რას ნიშნავს მოზარდობის ასაკი თინეიჯერობა ასევე როგორც იწახიან თვითონ ჯანმო განსაზღვრავს ასაკს 10-დან 19 წლამდე ანუ საკმაოდ დიდი ხანია 9 წელი არის 10-დან 14-მდე ითვლება ადრეული მოზარდობის ასაკი 15-დან 17-მდე საშუალო და 18-19 უკვე ის ასაკი როდესაც ადამიანი შედის დასრულობაში თუმცა ახლა დღეს ვკითხავდი რაღაც კვლევა დაიდო რომ 33 წლამდე გრძელდება მაგრამ მაგეთ არ წავა რატომ ითვლება, რომ ეს მოზარდობის ასაკი არის რთული და პრინციპში ძალიან ბევრი აი გარდატეხის ასაკი მე მახსოვს ისე ჩემი თავიდან გამომდინარეც, რომ აი გარდატეხის ასაკში რა რთული პერიოდი იყო და რატომ ითვლება, რომ არის ეს პერიოდი ასეთი რთული, ხო? უკვე ისმის, რომ გარდატეხის ასაკი, მოზარდობის ასაკი, მე მგონია, რომ მიზეზი არის ერთი. ამ დროს ჩვენ მშობლებს გვავიწყდება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების მხარეს. თითქოს მანამდე, სანამ პატარები იყვნენ, სულ მათ მხარეს ვიყავით ჩვენ სამყაროს წინააღმდეგ და ამ პერიოდში, როდესაც რაღაცა პრობლემა ჩდება, თითქოს ჩვენ პრობლემასთან ერთად ვდგებით ცალკე და ჩვენ შვილს ვუპირისპირდებით. აი ეს არის მოკლედ რა შევაჯამოთ. და სინამდვილეში ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მომენტს, რომ პრობლემასთან ერთად კი არ დავუპირისპირდეთ ჩვენ შვილს, არამედ აქეთ ხარის გადმოვიდეთ და შვილთან ერთად დავუსპირისპირდეთ პრობლემას. თავარი სირთულე, როდესაც ბავშვი ხდება 10 წლის ხო პირობითად, არის ის, რომ ის თითქოს უკვე ბავშვი არ არის. ხო, რაღაცა მეც სხვას რა ვურჩიო მე თვითონაც, როგორც კი თან მეორე შვილიც გაგვიჩნდა იმ ასაკში, როცა ილია გახდა 10 წლის, ანუ რაღაცნაირად ჩავთვალე ჩემ ტილში, რომ უკვე დიდია ეს ბავშვი. არა და სინამდვილეში თან რაღაც ჰოპ და გუშინ კიდე ბავშვი იყო დღეს უცებ დიდი არის და რაღაცნაირად 2 წამში დავავალე რომ უნდა აკონტროლოს თავის განრიგი თვითონ წრეებზე თვითონ იეროს სკოლაში თვითონ წავიდეს წამოვიდეს აი რაღაცნაირად სრული თავისუფლება გადავაბარე რომ ადამიანს რომელიც გუშინ ჯერ კიდე ბავშვი იყო ჩემი აზრით. არა და რეალურს მეორე მხარეს რომ შევხედოთ ამ სიტუაციას ბავშვი არ არის ძალიანაც დიდი. კიდე უჭირდება კონტროლი გაჯეტებში ჯდომის პირობითად ან რაღაცა ფულის რაში დახარჯავს იმაში რჩევების მიცემა, ხო? მოკლედ თან თავისუფლებაა და თან არც თუ ისე თავისუფლება. სხვადასხვა საინტერესოა, რომ იცვლება ბავშვების ფიზიოლოგია და ეს არის ბუნების უდიდესი ჩანაფიქრი. რაღაცა ფეხი, იღლია, რაღაც სუნი, ემატება, ისე რომ ვეღარ ჩაეხუტო და ჩაჯუჯღდო როგორც პატარაობაში ჯუჯღდიდი. ეს იმიტომ არის ჩაფიქრებული, რომ მოხდეს ჯანსაღი სეპარაცია ბავშვის და მშობლის შორის და თავარი დავალება მოკლედ ამ გარდატეხის ასაკის არის ის რომ ბავშვი უნდა გამოეყოს მშობელს. მოკლედ იპოვოს საკუთარი თავი და ასე თქვა საკუთარ თავში გაერკვიოს და იპოვოს იდენტობა.
სეპარაცია ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, ამ დროს რომ ბავშვი იგებს, რომ ის არის ცალკე პიროვნება და ის ისეთია, როგორც თვითონ არის და არა ისეთი, როგორც მშობლები არიან. ამ დროს ძალიან კარგად ხელს უწყობს სეპარაციას ისეთი რაღაცები, როგორც არის პირობითად ჩვენი მხრიდან, ხო, მშობლის მხრიდან, რომ თავისუფლება მიცეს ბავშვებს საკუთარი სივრცის. მაგალითად, მის ოთახში არ შეხვიდე კაკუნის გარეშე, ხო? ან მაგალითად მიცე უფლება, რომ იყოს ამ თავის სივრცის პატრონი ყველანაირად დაალაგებს ამ ოთახს, არ დაალაგებს, დააღრის, არ დააღრის, გახდეს მისი პირადი საქმე. და სხვათა შორის მეც დაალაგებაზე სულ ვიცახე ხოლმე, მაგრამ მეც რო ვიყავ მაგრამ თინეიჯერი, ძალიან ისე ქაოტურად მქონდა ხოლმე ყველაფერი და მქონდა უფლება რა. ანუ ეს არის მოკლედ მნიშვნელოვანი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შვილს უშვებთ თავის ნებაზე და არაფერს აღარ უკონტროლებთ და არ ვაკისრებთ ვალდებულებას. პირიქით, აუცილებლად უნდა დავაკისროთ ვალდებულებები პირობითად მინიმუმ ერთი საქმე, რაც შეიძლება რომ სახში გააკეთოს, ხო, დავავალოთ, რომ მაგალითად შენ გეხება ნაგვის გატანა, შენ გეხება, რომ ყვავილები ყოველთვის იყოს რაღაცა მორწყავ ყვავილებს. ჭურჭელს შენ გარეცხავ, მოკლედ, ყოველთვის რაღაც ეს ვალდებულებს ვაკისრებთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, თუ ავიწყდება არ ვეჩხუბებით, მაგრამ ვახსენებთ, სანამ არ გაუჩნდება ეს თემა. მაგრამ თქვენ არჩეთ რა იქნება ეს დავალება. თავარია რომ ბავშვს გქონდეს რაღაც კონკრეტული როლი ოჯახში და ამ როლის მნიშვნელობა იგრძნოს და თავისი მნიშვნელობა იგრძნოს ამ ოთახში. ასევე ჯანსაღ სეპარაციას უწყობს ხელს ჯიბის ფული. ამაზე ჩვენ უკვე გქონდა პოდკასტი ჩაწერილი, ამიტომ დიდ ბევრს არ ვისაუბრებ ამ თემაზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვს მიცეს საშუალება რომ თვითონ იყოს ამ თავის ფულის მენეჯერი და უშუალოდ შეცდომები ისწავლოს. მოკლედ ის თემა არის, რაც აუცილებელია, ოღონდ არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არ უნდა ხდებოდეს ფულით დასჯა. ანუ თუდად მოიქეცი ფულს არ ჩაგირიცხავ, ეს არის დასავიწყებელი, იმიტომ რომ манипуляცია ფულით არის აკრძალული თემა, განსაკუთრებით თინეიჯერებში, რადგან თინეიჯერებისთვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ეს რაღაცა უსამართლობის საკითხები. მნიშვნელოვანია ამ სეპარაციის დროს, რომ მშობლებმა გავიაზროთ და გვჯეროდეს და გვინდოდეს მისი სეპარაცია. აი, აქ ხანდახან მშობლებს გვაქვს ხოლმე გული გვხვდება რა, რომ იზრდებიან ბავშვები და რაღაცნაირად ჩვენთან აღარ უნდათ მესმის და მეც ზუსტად ხვდები მაგ მომენტს, მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა დავიჯეროთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სეპარაცია გაიარონ კონკრეტულად ამ დროს. იმიტომ რომ თუ ამ ასაკში არ გაივლიან დიდ ასაკში, რომელიც ბევრად უფრო არაჯანსაღი იქნება. ან საერთოდ არ გაივლიან. აი ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ჩვენ კულტურაში ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე უკვე გადაცილებული 40 წელს არ არიან სეპარირებული თავის მშობლებისგან და ესეც კარგი გააზრება, რომ ჩვენი შვილისთვის გვინდოდეს ეს სეპარაცია რა. კარგია რომ ეს ასეთ დროს ასევე არ გავუბრაზდეთ და არ შევარცხნოთ ჩვენი შვილები. გავსი ფრაზები რომ აი რა რთული გახდი მაგალითად ან აგერ რა იყოს სულ შეიძლება რომ ჩხუბობდე. აი მოკლედ კარგი იქნება რომ ეგეთ რაღაცებს მოვერიდოთ და ეს სეპარაციის დრო გამოვიყენოთ იმისთვის რომ გავერკვეთ, ვესაუბროთ ბავშვებს, გავარკვიოთ რა არის მათი ფასეულობები, ღირებულები, შეიძლება ისინი განსხვავდებოდეს ჩვენგან. და ვიპოვოთ რაღაც საერთო ფასეულობები და ღირებულებები და ის რაც განსხვავებული აქვს იმაზეც ვისაუბროთ. ამ პერიოდში, როდესაც ბავშვი მაქსიმალურად ცდილობს რომ იპოვოს საკუთარი თავი, მაშინ გარეგნობაზეც შეიძლება დაეტყოს. სულ მახსენდება, რომ აი ჯენიფერ ლოპეს რაც ქუსლებიანი ძალიან გამოპრაჭდა გვერდზე თავის შვილი, რომელიც აბსოლუტურად საპირისპირო რაღაც არც ქუსლებით და რაღაცა ჰუდით არის წარმოდგენილი. მოკლედ, ეგეთ დროს მნიშვნელოვანი არის, რომ გარეგნობაზეც კონდეს ბავშვს თავისუფლება, ხო? იმიტომ რომ ეგ არის ექსპერიმენტების დრო, მაგ დროს რაღაცა ჩაცმულობა, მოკლედ დაკუჭული ჩაი ეცმევა რაღაც თუ არა ჩვენ შვილს თინეიჯერების ასაკში, გთავაზობთ რომ მოკლედ ამაზე ძალიან არ ინერვიულობ. ეს არის დრო, როცა უნდა დავუშვათ ჩვენ შვილებს კითხვები, მოვუსმინოთ ლექციების კითხვის გარეშე და რა თქმა უნდა ჩვენი აზრის მოხვევის გარეშე. მოზარდობის ასაკში, რა თქმა უნდა, ბავშვს ძალიან მოქმედებს ის საინფორმაციო რაღაც ველი, რაც გარშემო არის, საზოგადოებაში რაც ხდება ყველაფერი და ძალიან დიდი
ნაკადია რა. ჩვენ დროს ამხელა ინფორმაციული ნაკადი რა თქმა უნდა არ იყო. და შეზღუდულებიც არ ვიყავთ შესაბამისად. დღეს ჩვენი ბავშვები რაღაცნაირად ორმაგად რთულ პერიოდში ცხოვრობენ, იმიტომ რომ ერთის მხრივ თავისუფლებაა, ხო? აი რაც გინდა გააკეთე, გაიგე, უცებ შენ წინაშე დიდი არჩევანი, ვინ გინდა გამოხვიდე, რაღაც პროფესიები, ადგილები, სადაც არც კი გვიფიქრია ჩვენ წასვლა, ეხლა ხელმისაწვდომია ჩვენი შვილების, მაგრამ მეორეს მხრივ კონტროლით შესაბამისად გაზრდილია, ხო? ანუ არ არსებობს ბარათით გადაიხადო, რომ შვანშაბელს არ მოვიდეს მესიჯი, რაში გადაიხადა ეს ფული. არ არსებობს რომ სადღაც წახვიდე და გეოლოკაციით ვერ გიპოვონ პირობითად, ხო? ამიტომ რთულია თინეიჯერობა, მართლა ძალიან რთულია. გარდა ამ თემისა, რაც გითხარით, ემატება იმას, რომ მაგ ასაკში უკვე 10 წლიდან იცვლება მელატონინის გამომუშავება. შესაბამისად, ბავშვი, რომელსაც ეძინა ხოლმე 8 საათზე დილის 7-ზე იღვიძებდა, უცებ უჭირს ადგომა, უფრო გვიან უნდა დაძინება და ტვინში ისეთი ადგილები აქტივირებული, რომელიც ბევრად ამაღლებს მოკლედ ამ ძლიერ ემოციებს, ხო, შისპრას. ეგეც ფიზიოლოგიურად იცვლებიან ბავშვები. გარდა ამისა, ბევრად უფრო დიდი მოთხოვნილება არის სიამოვნების მიღების. ვიდრე ოდესმე ქონდა, ან ვიდრე ოდესმე მერე იქნება. ანუ თინეიჯერების ასაკში ეს მოთხოვნილება იმდენად დიდი არის, რომ ამ დროს აი რა ვიცი, ცოტა პატარა ასაკში გაიხსენეთ თქვენ თავი, შეგეძლოთ ღამეები გეთენებინათ, ხო? ეხლა 10 საათზე მე თუ არ დავიძინე, მეორე დღეს ძალიან მიჭირს ადგომა. მოკლედ, აი ამ დროს შემოდის ზუსტად ეს რაღაცა სრული ამ ადრენალინის რისკების აღება, რაღაც მეგობრების მოწონებისთვის, რაღაც ბრძოლები და ეგეთი რაღაცები. ასევე, როგორც თქვი, შემოდის მნიშვნელოვანი მომენტი უსამართლობის, რაღაც სიმძაფრით რა უდგებიან, ძალიან უჭირთ რაღაც ტყუილის საკითხები, რაღაც პირად სივრცეზე ვინმე თუ მოკლედ შეეხება თავის პირად სივრცეს და მგონია რომ ამ დროს ძალიან უნდა ვუფრთხილდეთ იმას, რომ ჩვენმა შვილებმა გაიარონ ეს პერიოდი ბევრად უფრო მარტივად. ერთი რაღაც მინდა გითხრათ სანამ ამ შესავალს დავასრულებ. ბევრი შესავალი მექნება ამ თემაზე, მართლა ძალიან დიდი რაოდენობის მასალა მაქვს და ბევრი ლაიფჰაკი იქნება თქვენთვის, რაც საინტერესო შეიძლება იყოს, მაგრამ მე ისე რომ არ დავასრულე, ერთ ლაიფჰაკს გეტყვით, რომელიც ასე ჟღერს. რაღაც მომენტში თუ აი თინეიჯერობის ასაკში, ან მოზარდობის ასაკში შეიძლება რაღაცებმა გაგაღიზიანოთ, ან არ მოგეწონოთ თქვენ შვილში, შეხედეთ მას, ვითომ ის არის თქვენი მეგობრის შვილი, მაგალითად. ან წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ხო გვაქვს ხოლმე ჩვენს რა, რომ ჩვენ ახლობლებზე, ან მეუღლეებზე, ან ოჯახის ახლო წევრებზე გვაქვს ხოლმე სხვანაირი გამძაფრებული რეაქცია. ამიტომ ძალიან კარგად მოქმედეს ეს ლაიფჰაკი. რაღაცა თუ არ მოგეწონათ თქვენ შვილში, წარმოგიდგინეთ თქვენი საუკეთესო მეგობრის შვილია. ავტომატურად დაიწევს გრადუსი არ მოწონების, იმიტომ რომ არ გექნებათ ისეთი დიდი მოთხოვნის სურვილი, რომ რაღაც სხვანაირი იყოს, ან სხვანაირად გააკეთოს, არამედ სიყვარულით და მიმღებლობით შეხედათ უფრო თქვენ საკუთარ შვილს. მე კი გავაგრძელებ ამ ეპიზოდს უკვე ჩემს სტუმართან ერთად, ქეთა ლომიძე შემომიერთდება. მალე და ერთად ვისაუბრებთ, როგორც ორი დედა, რომელსაც ყავს ორი თინეიჯერი შვილი. მადლობა. მეგობრებო, შემოგვიერთდა ჩვენი სტუმარი დღევანდელი ქეთა ლომიძე, ადამიანი, რომელთანაც აკავშირებს რაღაცა მემკვიდრეობითი მეგობრობა. ძალიან გამიმართლა მოკლედ მეგობრებში და ეს პოდკასტი მაგის რაღაც დასტური არის, იმიტომ რომ ქეთა თქვი, ჩვენი მამები ყოფილან, როგორი მეგობრები და ესე მეორე თაობა გადმოდის ჩვენზე, რომელიც გამიხარდება თუ კიდე უფრო ხშირად გნახო, მაგრამ რადგან ეხლა დაბრუნდი საქართველოში, ამიტომ მიხარია რა. მიხარია რა ხშირად შევხვდებით ხოლმე და თან აქაც იმედია ხშირად იქნები ჩემი სტუმარი. მინდა წარვადგინო ქეთა, ალბათ არ გჭირდება წარდგენა ნამდვილად, მაგრამ რადგან მე სუმეშლება და მავიწყდება ხოლმე, მინდა რომ სწორად დავიწყო. ესე იგი ქეთა არის რითი დავიწყო, ესე უნდა ჩამოთვალო, აქაც გჭირდება რაღაც დიდი ჩამონათვალი, მაგრამ მას თავარი ადამიანი, რომელიც ანტრეპრენიორი, ადამიანი, რომელიც აკეთებს მილიონ უმაგრეს პროექტს. ჩემთვის ძალიან დიდი დამსახურება, რომ ხარ უყოჩაღესი დედა, ადამიანი, რომელიც არასოდეს არ აჩნია სიახლეების და
ეხლა ხას დაბრუნდი, კიდე სწავლობდი ნიდერლანდებში და ეგეც მინდა რომ მოგვიყვე ორი სიტყვით მერე და მოგეთ ადამიანებსაც რაღაცა ერთდროულად ძალიან ბევრი მაგარი რაღაც გამოსდის და ჩემთვის პირადად კიდე ხარ რაღაც ესთეტიურობის სილამაზით და გემოვნების, აი არ ვიცი მაგალითი და მუზა, იმიტომ რომ აი ყოველ ჯერზე სულ მაინტერესო ხომ აი აბა ქეთა სურათები ვნახო, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე მგონია რომ პოდიუმიდან ჩამოდიხარ ხოლმე. არა, ეს ახლა ჩემი ის გაგიზიარე, იმიტომ რომ პატარა ის მაქვს. Fangirl რო არიან ხოლმე, ხეცი რომ ეს ძალიან რომ მოწვათ ადამიანი და მიხარია რომ დღეს შენ ჩემთან მოხვედი. უღრმესი მადლობა. მადლობა. შემიძლია გავაგრძელო? ხო და ერთ გავამატებ რომ ქეთ არის ინსპირაცია ზოგადად ამ ვიდეო პოდკასტების, იმიტომ რომ ჩვენ მეგობარმა ანანო მირჩა რომ აუდიო პოდკასტები დაამწყო, მაგრამ შენ იყავი ადამიანი, ვინც მითხრა რომ მიდი რა გააკეთე ვიდეო. გასელოდები თქო. პირველ რიგში უღრმესი მადლობა. ჯერ ძალიან მიხარია რომ აქ ვარ და ხორცი შეესხა ამ იდეას, ასე ვთქვათ, შენსას და მართლა რაღაც ესეთი მე მგონი აი ძალიან ჩვეულებრივი გაგრძელება მოყვა. აი როგორიც უნდა მოყოლო და ამ ყველაფერს რა, ანუ შენ ამ შემთხვევაში და მიხარია რომ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება რომ მოგისმინოს რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ხო იცი ხარისხიანი შინაარსის მქონე პროდუქტი ყოველთვის რჩება. ესე მითხრა და ჩამიდო ტვიში და თავდაჯერებობა მომცა და მოკლედ გავუბედე. და როგორც ჩანაფიქრი მოკლედ ქეთ ამ პოდკასტის შენთვის გამიზიარები აქამდეც, მაგრამ არის ის რომ ხვდებით მეგობრები, შეიძლება უცხო ადამიანებიც, მაგრამ ადამიანები, ვინც აი რაღაც გამოწვევები გვაქვს, ან რაღაც გამოცდილებები ცხოვრებაში, შეიძლება არა სუპერ ექსპერტული და მეც არც ფსიქოლოგი ვარ, არც არანაირი მაგვიმართულებით, არც კოუჩი ასე შემდეგ, მაგრამ მიხარია რომ აი ჩვეულებრივ თემებზე ვლაპარაკობთ ადამიანებს, ვისაც მსგავსი გამოცდილებები გვაქვს და მე და შენ გვაერთიანებს ერთი მნიშვნელოვანი რამ. ჩვენი შვილები არიან მეგობრები, ასევე მე მკვიდრეობითი მეგობრობას თუ რა ძალიან გვიხარია. ხო, იმიტომ რომ საერთო მეგობარი ყავთ და მოკლედ არიან ერთი ასაკის. ამიტომ დღევანდელი თემა ჩვენი სასაუბრო იქნება მოზარდები, თინეიჯერები ასევე მეორენაირად რო ვუწოდოთ და აი როგორც ორი დედა ვისაუბრებდით ჩვენ რაღაც გამოწვევებზე, მინდა რომ შემოგთავაზო რომ ზუსტად ასეთი ეპიზოდი ჩავწერო. და მიხარია ამ კონკრეტული რეგალიით რო ვარ წარმოდგენილი დღეს, მართლა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც ისეთია რა, რეგალია ასე ვთქვათ. და იცი რომ სულ იგრძნობა? ანუ მინდა თქვა რომ აი კი ბევრ რაღაცას აკეთებ, ბევრი პროექტი გაქვს, მაგრამ სულ იგრძნობა რომ ამ ყველაფერს აკეთებ, იმიტომ რომ ყავს გვერდით ადამიანი, ვისთვისაც, რომელიც არის შენთვის ინსპირაცია და ვისთვისაც გინდა რომ საუკეთესო რაღაცების შექმნა, რომ უკეთეს სამყაროში იცხოვროს. მე სულ გრძნობ, არა იმიტომ რომ ძალიან მიხარია თუ ეს იგრძნობა შორიდან, ხო, მაგრამ რეალურად ჩემი ყველაზე დიდი დრაივია, ხო? ჩემი შვილი კი. ის არის რა. ჩვენი შვილს რა გითხრა დღეს აკრებოდები ვითხარ. არა, გუშვენები რომ ის თქო რა ქვია, ხოლმე მივდივარ ილუს დედასთან პოდკასტში თქო და რაზე უნდა ილაპარაკო, ან ბალანსეო, პირდაპირ მითხრა, ხო იტა. მეთქარი არა, თინეიჯერობაზე და შენზე თქო და დედა ძალიან გთხოვ ყველაფერს ნუ მოყვა. აი ეს ყველაფერი რა არის, არ ვიცი. მე წარმოვიდგინე ერთად რო ზიან და უყურებ. რა ილაპარაკეს დედებმა ჩვენ. მაგრამ ვეცდები რომ იცი რა ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ მეც ასევე გამოვხატო რომ მე არ ვარ არც პროფესიონალი, არც კოუჩი, არც ფსიქოლოგი, არც მოზარდებთან მოგეთხოვებ. ვარ უბრალოდ მშობელი, რომლის შვილიც არის ამ მოზარდობის ასაკში, ასე ვთქვა. როდის იგრძენი პირველად? აი, ქონდა რაღაც მომენტი, რომ ვაუ, გაიზარდა. კი. და კადრიც მახსოვს ზუსტად ეგ მომენტი. არ მახსოვს რა გააკეთა, ანუ რა იყო ეს ქმედება, რის საფუძველზეც ეს რაღაცა გრძნობა მქონდა, მაგრამ ზუსტად მახსოვს ვიდექი სამზარეულოში, ამსტერდამში, ოღონდ მაშინ იქ ცხოვრობდით. ეს იყო სადღაც 1-8 თვის წინ შეიძლება. აი ალბათ რაღაც ესე და რაღაცა გააკეთა და აი უცებ გავშეშდი. აი მე თვითონ ესე გავშეშდი და მივხვდი რომ всё ბავშვი აღარაა და ანუ უკვე დიდი ბიჭია და ეხა მე რა უნდა ვქნა. ხო, პირველი იყო შიში. 13-ის არის ხო? 13-ის ხო. პირველი იყო შიში. აი რაღაცნაირი შიში რა, რომ უცებ შენ თვითონ აღმოაჩენ, მე კიდე მგონია რომ ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, რომ რთულია, ვიძახით ეს მოზარდობის ასაკი რთულია, ასეთია, ესე უნდა მოვიგდ. მე მგონი ჩვენშიც არის ეგ პრობლემა, რომ ჩვენ თვითონ მშობლები ვერ ვხვდებით და ვერ ვეგუებით იმას, რომ ბავშვი აი რაღაცა გაიზარდა, ხო? თან მაგას აქ შეგონია, რომ
უკვე გაიზარდა, მაგრამ თან ბოლომდე გაზრდილი არის გუშინ რაღაც ზუსტად ეს ჩემი შვილი მეუბნება და რავდი ეხოწები მიწერეო ჩემ მეგობრის დედას რომ იქნებ მოვიდესო ჩვენთან მეთქი შენ მიწერე ანუ უკვე მგონია რომ უკვე ისეთი დიდი იმიტომ რომ ამენეჯმენტებს რა ყველაფერს საერთოდ არ ვარ ჩარეული არაფერში მაგრამ რაღაც მომენტში მაინც ხვდები რომ ან ბოლომდე არა თავარი რაღაცები არის უცებ ხვდები რომ ძალიან ესე დიდ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, მაგრამ აი პატარ-პატარ რაღაცები რაც ის არის, სულ აქ ხოლმე რომ დეშენქენი. აი ცოტა რომ მორიდების თუ რაღაც, მან ხვდები რომ ხო მთლად დიდიც არ არის, მაგრამ ნუ ისეთი რთული და საინტერესო, მაგრამ მე მგონი აი ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გავითავისოთ მშობლებმა რა ეტაპზე გადავდივართ ჩვენ შულებთან თანაცხოვრების რა. აი მე უკვე ვიტყოდი. ეგ ძალიან მაინტერესებს და მგონია რომ ყველას რატომაც გვიყურებენ ალბათ დღეს, ეგ არის, მაგრამ სანამ ამბობ ერთს კითხავ, შენ თვითონ როგორი თინეიჯერი იყავ? ანუ მე საზიზღარი ვიყავ. მე კარგი. მართლა. მე საერთოდ მგონია რომ იცი არის მე ხო უფროსი ძმა მყავდა და შესაბამისად 8 წელი იყო ჩვენ შორის განსხვავება და ის იყო მთავარი პრობლემა ეგრეთ წოდებული. მე ამბოხე ხო და მე რაღაცნაირად ვიყავი მეორე შვილი რა. ხო, ისეთი უფრო დამჯდარი, წყნარი, მეცადინე და ასე შემდეგ. წყნარად და მშვიდად, ეხლა დედაჩემსაც მგონია რომ ხო, აი პრობლემები არ შემიქმნა, მე უფრო შევქმენი პრობლემები. ხო და იცი რატო? აი რაღაცნაირად ხო, უფრო ინსტიტუტი. აი რომ ჩავაბარე, მე გავხდი ცოტა მე ამბოხე რა. აი ის არ მახსოვს ვის თავს საუბრობდი, მაგრამ თუ ის მიყვებოდა რა თუ აი მაგას აქში როცა არის 13, 14, 18-მდე რა პრინციპში თუ არ გაიარეს რაღაც მე ამბოხე ტიპი თუ არ ხარ და თუ არ გაიარეს სეპარაცია მშობლებთან და მანდ მიდის რომ დედა არ მინდა წადი შენ და აი ყველანაირად სეპარაცია მე ამ სეპარაციას გადიხარ დიდ ასაკში რა შეიძლება 40 წლის ასაკშიც კი შეიძლება ცხოვრებაში ვერ გაიარო სეპარაცია და ეს არ არის მარტო იმაზე რომ მშობლებთან დიდ ასაკში რო ხარ და კიდე ცხოვრობ უკვე უფრო მენტალურ სეპარაციაზე რა თქმა უნდა მე კიდე მგონია რომ ჩვენი მშობლების ანუ აი მე ხა მე 90-იანების შვილი ვარ ასე ვთქვათ კი არა ყველა მანდ ვარ ნუ აი ჩვენ დროს მე ვფიქრობ რომ ჩვენ მშობლებს არ ქონდათ იმდენი ინფორმაცია რაც გვაქვს ახლა ჩვენ რა 100% აი ხა რაღაცა დროც რო გადის დედაჩემ ძახის რო ხა ნუ ბიჭის მშობელი იყო ხო პირველი ბიჭი ხო იცი მაინც ისე დროს მოუწია თანა ეს რაღაცა გარდატეხის ასაკიც ურთულეს და იძახის რომ აი რომ მქონოდა დაუშვათ ეხლა სულ სხვანაირად უყურებ რაღაცებს ხო? იმიტომ რომ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს ახლა ჩვენ რომელ საუკუნეში ცხოვრობთ და თან როგორ ტექნოლოგიურ საუკუნეში ვცხოვრობთ რა ვთქვათ ამიტომ რაღაც დაგუგლავ თუ არა უკვე რაღაცა ინფორმაცია პოდკასტ მოისმენ თუ წიგნს წაიკითხავ თუ და შესაბამისად მაშინ სად იყო ეს ამდენი ინფორმაცია ხო მენტალურ ჯანმრთელობაზეც არ იყო ამდენი ინფორმაცია და ნუ ადამიანებს ხო იცი აი ეს რაღაცა დახმარების თხოვნაც იყო ისეთი ძალიან უხერხული ხო და ჩვენ შემთხვევაში პლუს ის არის რომ ჩვენ ბევრი წვდომა გვაქვს ბევრი ინფორმაციასთან ხო და მე მგონია რომ ეგ არის ერთ ახლა მაგაზე ვლაპარაკობდით დასაწყისში რომ ანუ მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი ეგ არის რომ თითქოს და თავისუფალია ეს ჩვენი თინეიჯერი იმიტომ რომ აი რამდენი ამხელა წყარო აი რამდენი ინფორმაცია აი არ ვიცი 1000 პროგრამა აპლიკაცია შემდეგ ყველაფერი შეუძლია აკეთოს მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან შეზღუდული იმიტომ რომ ადრე მართლა მე მახსოვს ჩემი მეგობარი ყოფოდა რომ მე 11-დან ჩამოვდიოდი ხოლმე აი ორი ხელ გაშვებული ველოსიპედით მოვდიოდი და ეხლა უცებ არ გაეგო დედას ან მამას შენ რომ მოდიხარ და ეგეთ რაღაცებს აკეთებ და დღეს ლოკაცია გაქვს ანუ შენ ჟილისთან გადაადგილდება 0 ის გაქვს რა რაღაც ხო ნუ თავისუფლება იცი რა ეგ ჯობია ალბათ რომელი ეს ეხლა რატო მითხარი რატო არა იმიტომ რომ თან აძლევ ამ თავისუფლებას არა ეხლა მე ვეუბნები რომ ხო ანუ შეგიძლია წახვიდე და დაუშვათ სკოლის მე სადღაც ხო მაგრამ თან ვაკონტროლებ ანუ აი ეხლა წარმოიდგინე ადრე რო ყოფილიყო აი ის დრო რა ჩვენი მშობლების და რო არიცი სად არის გაგიჟდებოდი გავაფრენდი ამ არ მეტყობა აი ემოციურად ძალიან ემოციური ვარ შესაბამისად ალბათ მეც მოვკვდებოდი და ემოციიდან ყველასაც მოკლავდი ალბათ. ნუ ანუ შევჭამდი რა. ხო, და ეს ემოციებიც შემჭამდა და ეს ნერვიულობაც შემჭამდა. ამიტომ ეხლა რაღაცა მეც მშვიდად ვარ, იმიტომ რომ შემიძლია აი ამ ზუსტად ამ ტექნოლოგიური სიახლებით ხო რაც გვაქვს, ან წვდომა დაუშვათ, აი მართლა იმ ლოკაციით ვარ რა და ვაკონტროლებ, სად გადაადგილდა და მე ვიждები ოღონდ ჩვენი შვილები რო უკვე რაღაც ძალიან მაგრა ხდებიან, როგორ უნდა მოუარონ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ახლა ჩვენც ილიას აქამდე ქონდა ეს რაღაც საბავშვო აკაუნტი ტელეფონზე და შესაბამისად რაღაც აპლიკაციები აქვს კონკრეტული დროით. აი შეიძლება სხვა რაღაცები არ ვაკონტროლო მართლა მე არ ვარ ძალიან ისეთი მართლა ლოკაციასაც არ ვუყურებდი დედა ჩემი არის ძალიან ესეთი უყვარს ძალიან ნერვიულობს
სათხარ და ეს აპლიკაცია იმიტომ დავაყენე რომ დედაჩემს ენახა ხოლმე მე სად ვარ რომ აღარ ინარიოს. ხო და ილიაზე ეს არ მაქვს რა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეთყობა მე თვითონ იმდენად მაგ კუთხით გავიზარდე ამ თემაში რომ მე ანტისცენარში ვარ წასული პირიქით, მინდა რომ აი მაქსიმალურად ეგ არ მქონდეს. მაგრამ ერთადერთი რასიც დარწმუნებული ვარ არის რომ ეს გაჯეტების თემა უნდა შენაკონტროლო, იმიტომ უბრალოდ რომ არ გამოსდით თვითონ. აი იმდენად რთულია. მეც არ გამომდის ბავშვებს რა მე თვითონ აი ხა იცი როგორ თემას შეეხე რომ ლიმიტი ინსტაგრამზე დღეში 20 წუთი გიყენია ხო ურთულეს თემას შეეხე იმიტომ რომ მგონია რომ მოკლედ რა არის მშობელი ხო მე მგონი რომ ჩვენ ვართ მაგალითი საკუთარი შულებისთვის ხო ხო და აი რომ იყურებს ეს ჩემი შვილი და მე რომ კომპიუტერთან ვზივარ ან ტელეფონში ვარ რა მაგალითს ვაძლევ ხო არა შეხო მუშაობ მე ხო იმ დღეს ვაგას ვამბობდი რა კი ნუ ჩემი სამსახურის რაღაცა ნაწილია დაუშვათ ხო მაგრამ აი მე რა იცი რა მე მაგალითად ეგეთი რაღაც მაქვს ილოსთვის ნათქვამი რომ რაღაც მომენტში იმიტომ რომ თან ამას აქ ხო ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამართლიანობა შეიძლება მე და შენ ისე აღარ გვაინტერესებდეს ისე ვიძახი ცოტა ფილოსოფიური კუთხით წავიდე და რაღაცაზე აღარ გავჭედოთ რა მაგრამ აი მაგას აქში ეგ არის ტოპ პრიორიტეტი რომ ყველაფერი იყოს სამართლიანი ხო და აი მაგ მომენტში ჩემ შულს ეგრე უხსნიდი რომ იცი რა მე კვირის განმავლობაში კომპიუტერი ტელეფონი იმისთვის ვჭირდება რომ ესაა ჩემი სამსახური აქედან მე შემოსავალი მაქვს შენ როცა გექნება აქედან შემოსავალი ხელი ამეწევია კი ბატონო მაგრამ აი რაღაც არის შევთანხმდეთ რაღაც წესებზე იქნება ეს შაბათ-კვირა თუ იქნება ეს მაგალითად ჭამის დროს არასდროს აი როგორი მკაცრი წესი გვაქვს უგაჯეტობის კიდე გვაქვს მოგზაურობა შენ მანქანაში არასდროს არ გვაქვს გაჯეტები გამონაკლისად თუმცა მაგალითად თვითფრინავი ახლა დიდ ფრენებს რომ მიყავს და 4 წლის ბავშვი რომ მიყავს თან გინდა არ გინდა მან დემემ ძალიან მინდა усმინოს მე ამ პოდკასტს როგორი მობიერი ყოფილვარ ხო გაჯეტებთან დაკავშირებით მე ვაყევი რა აი მივდივარ ხა იმ თინეიჯერობის ასაკთან რა და მივხვდი რომ ცოტა უფრო მეტი თავისუფლება უნდა მივცე ხო და აი ეს თავისუფლება გამოიხატება ამაში ეხა რატო იმიტომ რომ ამ ასაკში რო შედიან ეს ბავშვები კიდე რო უცებ რომ აღმოვაჩინე მოკლედ ეს ჩემი შვილი აღარ არის პატარა ბიჭი და უკვე რაღაცა მოზარდი ხდება მივხვდი რომ შესაბამისად ემოციურ დონეზეც ანუ მასაც რაღაცა წამოვიდა ისეთი ემოციები ისეთი პროტესტი რაღაც კონკრეტულ საკითხებზე რაც აქამდე არ ქონდა და აი ეს რაღაცა რომ მე ვიცი და შენ არ იცი ხო და რაღაცებში ეგრეც არის და ეგრეც არის მართლა კი რა თქმა და ძალიან ბევრი რამე მანიცის რომელსაც მეუბნები რომ მასწავლე იმიტომ რომ მე არა ბევრი რამე არ ვიცი რაც დაუშვათ მანიცის ხო და მივხვდი რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ის ბონდი ეგრეთ წოდებული ქართულად კავშირი არა ხო კავშირი იმიტომ რომ თან ჩვენ შემთხვევაში აი ამ რაღაცა 2 წელიწად ნახევარმა ერთად თანაცხოვრების სხვა ქვეყანაში კიდე რაღაც სხვა კავშირი შექმნა ჩვენ შორის რა და მივხვდი რომ აი უცებ ეს რომ პატარა ბიჭიდან ცოტა დიდ ბიჭში გადავიდა ეს კავშირი რო არ დამეკარგა მე უნდა ცოტა სხვანაირი გამختارიყავი თვითონ ბავშვმა აი მივხვდი რომ რაღაცნაირად აკრძალვებით თითის ქნევით რაღაცა წინ ვერ წავიდოდით და დავკარგავდით იმ მთავარ ღირებულ რაღაცას რაც არის ეს ჩვენი მეგობრობა იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენ მეგობრები ვართ წესრიგა ვარ მე თვითონ და თვითონაც წესრიგაა რაღაც საკითხებში რაც არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რაღაც ლიმიტებს და წესებს ვაწესებ ვცდილობ კი არა ხო ნუ ვაწესებ მე თან მანდ რამ ხან გამოგდის ხან არა ხო და ეგ უნდა მეთქვა რა იდეაში ამ ასაკში მეც მაგამდე მივედი რა იმიტომ წესები არ არის რომ მე ან შენ დავაწესეთ რა ანუ ყველა ეს გაჯეტების თემას თუ რაც არ უნდა იყოს სხვა ყველაფერი არის მოლაპარაკების ამბავი აი ეს გებიცებ გონია ხოლმე რომ გაეროს მოლაპარაკების იმაზე აბლა შენ რა გინდა აი მაგალითად ხო რაღაც წრეებზე რომ დადის აი ძალიან მინდა რომ სპორტი იყოს ძალიან აქტიურად მის ცხოვრებაში და თვითონ არის ძალიან ხელოვანი აი რაღაცა ყველა დადის აი არქიტექტურა მუსიკა ნუ ეგეთი ტიპი არის ნუ შემოქმედებითი აზროვნა ძალიან შემოქმედებით ის და ნუ ეს სპორტი ბავშვების რომ ნიშნავდა და ვიცი რომ მისთვის მნიშვნელოვანია მოკლედ სულ გვაქვს აი 100 სპორტით სადა და ნუ ვცდილობთ რომ კიდე რაღაც და ესე გვაქვს ხოლმე მოლაპარაკება აბა ამას და აბა ეს გადავწყვეტ ანუ რეალურად უფრო მეტ დროს ხარჯავთ ამ მოლაპარაკებაში მაგრამ იმდენად შედეგიანია ბევრად უფრო შედეგიანია ვიდრე რომ უბრალოდ უთხრა მოდი აი დღეს ასე იზავ ხოლმე თან აღარ მუშაობს რა ამას აქ მგონი ბავშვიც კარნახობს ხა ყველა ბავშვი განსხვავდება რა ხასიათი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო და კიდე მშობლობის ნაწილშიც ხო მე მგონი რომ ჩვენ ანუ ყველა განსხვავდებით
რაღაც ერთი ფორმულა არ არსებობს რა. ამ წესებს ჩვენ თვითონ ვადგენთ და ჩვენ თვითონ მივყვებთ, ოღონდ გააჩნია ბავშვი რის საშუალებას მოგცემს. ამიტომ არ ვიცი მე სწორად ვიქცევ თუ არასწორად, რა მოცემულობაც არის, აი იმ მოცემულობას ასე ვთქვათ ვერ გებით რა, საუკეთესო, ხო, ნუ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში. ამიტომ მე მივხვდი რომ ჩვენ შემთხვევაში კიდე ის არის რომ მე ვარ კარგი პოლიციელიც და ცუდი პოლიციელიც სახში. აი, ამიტომ ცოტა მიჭირს ესე სხვანაირად რო ყოფილიყო, გეტყოდი ალბათ უფრო კაცრი ვიქნებოდი. მივხვდი. მაგრამ მოცემულობიდან გამომდინარე ორივე როლს ითავსებ. სხვანაირად ანუ ეს არის ჩემი მოცემულობა რა. ჩემი თავარი ის არის, აი, რაღაც მე შენი აზრი მაინტერესებს რა, აი, სად არის ზღვარი რაღაცა იმ კონტროლსთან დობის შორის. იმიტომ რომ რაღაც მომენტებში აი ძალიან იქით გადავალ, რაღაც მომენტში შუალედს ვერ ვიჭერ რა. ეს მგონია რა რაღაც ემოციური მშობლების პრობლემაა. შევიკრიბოთ ხო ანონიმური. და მე გავაკეთე ჯგუფი. ეგ მგონია რომ ემოციური ადამიანები ვინც ვართ, ჩვენი პრობლემა. აი მანდ ვიჭერ ძალიან ხშირად თავს რომ აი უცებ აი ნახე რაღაც საუბრობთ ხო და უცებ გრძნობ რომ ამდის ეს ხმა. იმიტომ რომ რაღაც არ მომწონს. უკვე თვალები რა. აი უკვე გრძნობ და ადის ეს ხმა და მე ვაკონტროლებ რომ ხა ეს ხმა ჩავიდეს, იმიტომ რომ ჩემი ემოციიდან გამომდინარე, ხო. მე მგონია რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მაგაზე რომ აი ზუსტად ეგ კონტროლიდან დობა ჩვენვე რაღაცნაირად ხო რა დავა მენეჯმენტოთ ისე რომ ჩვენ თვითონ მივიღოთ და არ გავგიჟდეთ. და ყველაფერი ხო რაღაცა საკუთარი თავიდან მოდის, ხო? ზუსტად ვიცი რომ აი მე როგორც ფოთავ მაგალითად იქვე გადადის ჩემს შულზე. აი ვიცი რომ მე თუ რაღაცა პრობლემაა და მე თუ შინაგანად ისე გვასწავლე. მედიტაციას ვაკეთებ ხშირად. მე ერთი ოთახი ანუ თავი რაღაცა სივრცე ხო და სივრცე მჭირდება იმ მომენტში რომ იცი რა გავიდე რა და მას არ რაღაცა ან ხმას არა უწიო ან ამიწევია ხალხო და ვუწევ კიდევაც ახლა მაგალითად გუშინაც აი სულ ერთი და იგივე ტექსტი რო გაქვს ახლა აი რა არის კიდე ეს რა ქვია თინეიჯერების პრობლემა ჩემს ერთი და იგივე ტექსტს ვიმეორებ ყოველ დღე აი მგონია რომ დაზეპირებული მაქვს და შედეგი ანუ არ არის, მაგრამ მე მაინც ვიმეორებ. აი ერთი და იგივე ამადამ საძუნა გამოირთოს ყველაფერი დაწექი, მაგალითად. ერთი და იგივეს ვიმეორებ, ერთი და იგივე დროს. და ნუ აი ნახე, ვიმეორებ და გუშინ უცებ რაღაც მომენტში ავწიე ეს ტონი რა. და რომ გამორთო მე შემოვიდა ძალიან მშვიდი სახით და დედაო ძილინების და მე აი უკვე ნახე ის კი არა რომ დედა ძილინებისთან უკვე ტონით ვარ. და თვითონვე მიპასუხა. რომ ჩვეულებრივად რო გეპასუხაო. და მე მივხვდი რომ აი ხო გამორთო 20 ჯერ და 40 ჯერ თქმის მე. მე მახსოვს ერთ-ერთი ფსიქოლოგი მირჩეოდა, ჩემი მეგობარი ერთად გავაკეთეთ ეს წიგნი, ემოციების წიგნი და ისიც ახდა რომ როგორ შეგიძლია იცი ეგეთ დროსა რომ მე ამას რა თქმა უნდა ბევრი დრო უნდა რა ამის მენეჯმენტს, მაგრამ რაღაც დროზე რაღაცა წესებზე რომ შეთანხმდებით, ანუ ეს წინასწარი შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი თვე მაგრამ მიდისო რა, იმიტომ რომ ერთი თვე რაღაცნაირად მოტივაციად. მე შენს გვეზდება. მე აი რომ დამინიშნო რაღაც წამალი, რომ დალიეთორი რაღაც ჯანმრთელობას და დამავიწყდება ორ დღეში. აი ძალიან რთულია ჩემთვის ეს დისციპლინა მაგოთხით რა და ნუ ერთი თვე მიყვები, მე გავიწყდება რა და ერთი არის შობლის დისციპლინა არის მნიშვნელოვანი რომ მიყვე მაგ წესებს რა და შეთანხმდით და მეორე არის რომ მოტივაციაც მიეცე პირობითად გაჯეტზე თუ საუბრობთ რა რომ თუ გაქვს შეთანხმება რომ აი საღამოს 8-დან 9-მდე თამაშობს გაჯეტებს თუ თვითონ გაახსენდა 9-ზე გამართო უმატებ 9 საათს ანუ ისე რა აი რაღაც მოტივაციის კუთხით ეგ მუშაობს ერთ ცოტა ხანი ხო ცოტა ხანი ხო და აი მაგ კუთხით გონია long term-ში არ მუშაობს ხო აი ახლა რაც მინდოდა შენთვის მეკითხა რეალურად არის ის რომ ესეთი ბევრი რაღაც ხრიკები არის ჩვენ წიგნებშიც მილიონია რა მე ვარ თქვენი წიგნის აქტიური მკითხველი ხო იცი ხო და აი სულ რაღაცებს გვირჩევენ ეს წიგნები მაგრამ ზუსტად მან მივდივარ რომ ერთი თვე ყოჩაღათა სად უნდა ვიპოვოთ მშობლებმა ეს დისციპლინა თუ ძალა რომ მიუყვეთ და ანუ ხო ყველაფერი ნუ ძალიან მოსაბეზრებელია მუდმივად ერთ რეჟიმში ყოფნა რა ხო ნუ აი სადღაც უნდა იპოვო ინსპირაცია და ეს ინსპირაცია მე მგონი თავად ბავშვია რა ხო მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში აი ხო არის რაღაც მომენტები რომ ვფიქრობ რომ აი კაი ხა ეს შევიმუშავეთ ხა ამ გზით მივდივართ მე უცებ აირევა ეს ყველაფერი და მინდა რომ ნუ აი შენ სიღლები ხო ამ პროცესში და ფიქრობ სულ ფიქრობ ანუ მე მგონია რომ შობლის ტვინი ისედაც ხა ყველა ხო რაღაც ამ საუკუნეში რაღაცნაირად ბევრს ვფიქრობთ ყველაფერზე მდგომარეობაზეც რაღაც ხო ყველაფერზე აბსოლუტურად სამსახურის ესა პირადი ესა
მაგრამ აი ეს არის ფიქრი, რომელიც არ ქრება. აი მუდმივი შენი ტვინი ანუ მუდმივად არის ამით დაკავებული. მუდმივი შიშია, მუდმივი რაღაცა ეიფორია, აი ბევრი რამე რა. ხო, ამიტომ არ ვიცი, პირდაპირ გეუბნები, მეც რაღაც ამ გზაზე სულ წვალობ, მაგრამ აი მგონია რომ ისევ ჩემი შვილი მაძლევს აი მაგ ინსპირაციას, რომ ისევ თავიდან მე რაღაცა ახალი მოვიგონოთ ან დავიწყოთ. მისად აი რა ფრაზები არ მუშაობს თინეიჯერებს. აი რაღაცები ხო არის, რაც აი ხლორით ახლა 30. მე მგონია რომ აი 30 ჯერ ერთი და იგივე სრავნები მისი ტვინის ყურის ფილტრი თიშოს. უკვე დეფოლტად გონია რომ რაღაცა ის არის ხმაური რა. არ მუშაობს. მაგრამ მე მაინც ვიძახი. მაცივრის ხმაურად წარმოუდგენია ერთ ეგ ტექსტს. ხო და აი მე მაგალითად დაკურებული ვარ რომ აი ჩვენ შემთხვევაში ეს უსამართლობა ძალიან თემაა. თუ რამე ეს არ მუშაობს რა, რაღაცას თუ უსამართლოდ ეჩვენება და ამაზე უბევრად უფრო დიდი რეაქცია არის ხოლმე, ვიდრე მაგალითად მე მექნებოდა. აი არის რაღაც ფრაზები, რაც აი არ მუშაობს არანაირად. კი, მგონია რომ არ მუშაობს, აი შენ არიცი, მე ვიცი. ხო. რას ნიშნავს შენ არიცი, მე ვიცი? ხო, ანუ აქ ხო ასაკზე, ანუ. აუ, ეგ ძალიან კაი რაღაცა. შენ არიცი, მე ვიცი. ეს უნდა. აი, უნდა სიტყვა, მოკლედ, უნდა. ხო. მართალია. მე გეტყვის ვის უნდა? შენ გინდა თუ მე მინდა? აუ, რა კაია. ხო. აი, ხო, უნდა არ მუშაობს. მე მინდა, ანუ მინდა და გააკეთე. გააკეთე რას ნიშნავს? ხო, ყველაფერს ჭირდება მოლაპარაკება. არა, და უნდა დასაბუთება და ეს ასაკი ამას ითხოვს. ანუ ყველაფერზე აქვს კითხვა და ყველაფერზე გეუბნება რომ რატო? აი მითხარი, ამიხსენი მაშინ. ხო, პრინციპში ხო უნდა გიხაროდეს მაგას რო აკეთებს, იმიტომ რომ ცხოვრებაში თუ შეხვდება რაღაც სიტუაცია, სადაც ადამიანი რაღაცას ცუდ შესთავაზებს, ის დასვავს კითხავს, რატო? ხო. ანუ მაგ კუთხით. ესე ამ კუთხით თუ შეხედავდა რაღაცა long term-ში კი ალბათ მოგიხაროდეს, მაგრამ ამ პროცესში ძალიან რთულია ამ კითხვებს. ხო. არ პასუხი. ხო, იმიტომ რომ ახლა მაგალითად შეხვედრა გქონდა ელენე ბაჩიაშვილი იყო ფსიქოლოგი, მაგასთან ვლაპარაკობდით რა და ზუსტად მაგას ამბობდა, რომ ანუ ბავშვს როდესაც აი რაღაცნაირად თანასწორად ესაუბრები, შეიძლება ახლა მეგობრობა მაგარია თუ არის ეს მეგობრული განწყობა, განსაკუთრებით რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მანდ უკვე საჭიროა ეს მეგობრობის ელემენტი რა, მაგრამ ის რო გძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, ის არის ჩართული ამ ოჯახის თემში. კიდე ერთ პოდკასტში ნინო გიგაური ძახდა, რომ ჩვენ აი ყველა ფინანსური თემა განვიხილავთ როგორიც, ესე ღიად გვაქვს, მოხოთ ბავშვები პატარა ასაკიდან, რა ესე მაგიდაზე გადმოლაგებული გვაქვს, ვის რა შესაძლებლობა აქვს, სად რა ვინჩადო ინვესტიცია, გვეყოფა თუ არა ეხლა ეს თანხა რო წავიდეთ სამოგზაუროთ, ანუ ძალიან ღიად განვიხილავთ ყველაფერს. მე ჯერ ამას ბოლომდე არ ვაკეთებდი რა, მაგრამ მაშინ დამაფიქრა მაგ თემამ, რომ ანუ პრინციპში ეგ ადამიანი ისეთ ასაკში, რომ ეგეც მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იყოს როგორც დიდი ადამიანი ჩართული. თანასწორობ. ხო. bis რაღაცა პატივისცემა ეგ ალბათ, ხო. ეხლა რო გითხრა რომ რაღაცნაირად ხო ამ ფინანსურ ნაწილში დაუშვათ ძალიან არის ჩართული, ან ჯერ არა. არა, მაგრამ თვითონ ტიპი არის ისეთი რაღაცნაირად ხასიათი ეგეთი რომ ითulis ბევრ ამას, ეს მე მგონი ქვეყანამაც განაპირობა სადაც იცხოვრა. აუ, ეგეც მინდა რომ მომიყვე რა, ეგ გამოსtildeება. ეხლა რომ ვორჩებით ამ თემას. ამიტომ აი მე ვფიქრობ რომ დაუშვათ იმ რაღაც წესრიგმა რაც დახვდა იმ ქვეყანაში, ეს თავისთავად მოიტანა და შესაბამისად აქაც აგრძელებს ამას რა. ითulis აი რა ჩახვედით, საერთოდ ადვილად ისა გავიხსენოთ ამსტერდამში იყავით, თითქმის 3 წელი რა. 2 წელი და ნახევარი ხო. და აი რამდენ თვითონ როგორ შეეგუა ამ ცვლილებას? აი თვითონ რო კითხო. ხო. რამდენჯერაც რაღაცა ეს შეკითხვა დაისვა, თვითონ რო კითხო, გეტყვის რომ მე ძალიან ადვილად დედა. მაგრამ სინამდვილეში რა თქმა უნდა ესე არ იყო, ხო. მაგრამ ძალიან ისეთია რა, ღია ბავშვია, კომუნიკაბელური და ნუ რაღაცა დრო დაჭირდა რა. მე ვფიქრობ რომ რაღაცა აი პირველი 6 თვე იყო რთული. ჩემი აზრით. მას რო კითხო, არა, რაღაც მალევე ადაპტირდა, მაგრამ ნუ რთულია, იმიტომ რომ იცი რა, რაღაცა ყოველდღიურობის ნაწილიც რთულია, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვანაირად ცხოვრობ და უცებ ჩადიხარ ქვეყანაში, მაგალითად რაღაცა ყოველდღიურობის ნაწილში შევეხოთ, დილით აქ მე მიმყავდა სკოლაში, ეხაც ესეა, ხო? ჩავიდა ქვეყანაში, სადაც დილით უნდა ამდგარიყო 7:30-ზე. მე ვდგებოდი 7:30-ზე და მე უნდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით წასულიყო სკოლაში. ანუ კამპუსი იყო მოშორები, ჩვენ ცხოვრობდით ცენტრში, უფრო და იცვლიდა 2 ავტობუსს, ასე ვთქვათ, ანუ ტრამვაის და მეტროს. ეს რაღაც ხო არის უცებ რაღაცა ყოველდღიურობის ნაწილში ცვლილება, ხო? მეც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ
თვითონ ძალიან ადვილად ადაპტირდა და მე მთავარი იყო, აი ხა კიდე რომ მივიდეთ ამ თინეიჯერობაზე, რა არის? თავისუფლების შეგრძნება. ანუ რა უნდათ ამ ბავშვებს ეხა ამ ასაკში? აი ეს თავისუფლების შეგრძნება მოკლედ რა. შენ რაც არ უნდა აუხსნა რომ თავისუფლება რა არის? ის ვერ გაიგებს. ხო, არა 100%. ანუ როგორც ჩვენ ახლა შეიძლება ვიღაცისთვის თავისუფლება რაღაც სხვა იყოს, შენთვის სხვა იყოს, ხო? შინაგანი რაღაც თვითკმარობა არის უფრო ალბათ ჩემი აზრით. ძალიან მნიშვნელოვანია თვითკმარი, როცა ხარ ჩემი საყვარელი სიტყვა იცი. უფრო მეტად თავისუფალი ხარ, ეგრეა საერთოდ. მაგრამ ამ შემთხვევაში აი დემესთვის თავარი იყო, რომ მარტო წასულიყო სკოლაში. იმიტომ რომ უცებ იქ მიხვდა, რომ სხვა ბავშვები დადიან ან ველოსიპედით, ან დაუშვათ მარტო. მაგრამ და რო ვუხსნიდი, რომ ეს ბავშვები ცხოვრობენ იმ კამპუსთან ძალიან ახლოს და იქ ადვილია და ჩვენ შემთხვევაში მეუბნებოდა რომ არა როგორ ზუსტად შემხელები არიან მიხვდი მე მგონია რომ შენც მოგეშვა მაგ კუთხით იმიტომ რომ ეხლა რასაც გისმენ რა ანუ როგორც ხვდები შენ მაინც აქ უფრო ისე იყავი რა შფოთით რა აი შენ მიგეყვანა შენ მოგეკიდა და იქ რაღაცნაირად შენთანაც უფრო შვიდად იყავი და უფრო მაგით ავიძახი რა შენ უფრო მოგეცა საშუალება რომ რაღაც თავისუფლად გავუშვა კი და აი დიდი პროცესი ქონდა ეგეთი სადღაც 6 თვე ქონდა მოლაპარაკება და ვუთხარი რომ გახდები 13 წლის გაგიშვებ თქო რა მარტო თქო და ხო ბოლო წელი თუ რაღაც ბოლო ისა პერიოდი მაგრამ მან თან შემოდის ისიც რა რომ რეალურად შენ მართლა რაც თქვი ახლა ცოტა ხნის წინ რომ პასუხისგებლობა გაქვს ორი ადამიანის შენ თავზე და შესაბამისად ანუ შენ მარტო ის კი არა კაი ერთი მხარე იძახის რომ გაუშვი რა თქმა უნდა და მეორე მხარე იძახის რომ ვაი და რაღაც მოხდეს ანუ ხო ნუ იქ ბებია იყო ჩვენთან ერთად მაგრამ და ის იყო ზუსტად ეგ მეორე მხარე იმიტომ რომ იმას საშინლად ეშინოდა მაგალითად და იყო რაღაცა ეს მოლაპარაკები რა ვქნათ ხო, მაგრამ ხო რა ერთი ტვინი მეუბნება რომ გაუშვი ბიჭი, აბა რა უნდა ქნას და ისწავლოს. მეორე მეუბნება რომ სად უნდა გაუშვა ახლა. ხო, და ერთხელ ეგრე იყო რაღაცა წავიდა და მოხვდა საერთოდ სხვა ქალაქში. მაგრამ ისე მარტივ და იცი პირდაპირ დამირეკა. და მე იქ მახსოვს რომ უბრალოდ მოვკვდი და თვითონ ისე ადვილად იპოვა გამოსავალი და ისე მარტივად მოაგვარა და მარტივად მივიდა მივხვდი რომ ეს თუ არ მიეცე ამის საშუალება მაშინ ნუ აი რა არის მაშინ? რას მივიღებთ? ცოტა დიდი ბიჭი რო გაიზრდება. ანუ ჩემთვისაც ჩემი აზრით მოკლედ ეხლა რომ გისმენ ანუ მე იმდენად აი რაღაცაც ვამბობდი რა რომ იმდენად აი ძალიან ჩართული მშობლები მყავდა რომელიც აი მართლა სულ მივყავდი მოვყავდი ჩემი ოცნება იყო რომ მარტო გავეშვით სკოლაში ახლა რო ყვები იცი როგორ ჩემ თავს ვაიგებ პოღოდებესთან იმიტომ რომ ჩემი ოცნება იყო და სკოლა იყო მართლა ფეხით 15 წუთი სწავლობს და მე ხოცებდი რომ გამიშვით მარტო და მთელი ჩემი კლასელები მარტო დადიან და ამიტომ არის ალბათ რომ არ ამატის სცენარში მე საერთოდ ანუ მაგ კუთხით ილია თავისით დადის უკვე ძალიან დიდი ხანია რა იმიტომ რომ იქიდან წამოვედი მეც რა იმდენად მქონდა ეს სურვილი აღარ არანაირი გასჯარმი და მან თქვა იმიტომ რომ მართლა ისეთ გარემოში ვცხოვრობდი და ისეთ დროს რა ზუსტად მე შეიძლება მაგათ დროს მეც ეგრე მექნა თქო რა მაგრამ მაგრამ ამის მნიშვნელობა რომ ვიცი როგორია და მახსოვს აი თელი ჩემი კლასი რომ ბანაკში მიდიოდა მე არ მიშოდა ხოლმე ბანაკში და რაღაცნაირად იმდა ტენი ამ ჩემშულს რომ წადი იმას კიდე არ უნდა და მე კიდე ძალიან რაც შენ გონდა დაგაკლა ის კიდე რომ ხამას აუნდას ხა და სულ მეცინება რომ მაინც რა არის ეს ადამიანის აი რაღაც გამოცდილება და ბავშვების რაღაც შენი თემები იმიტომ რომ მე ყველაფრის პროექციას აკეთებ შენ შულზე და ისე ზრდია ბავშვს მაგითო კითხე რა როგორი თინეიჯერი ყავს მე ვიყავი ძალიან მე ამბობ ანუ მართლა ჩემ მშობლებს ძეგლი ეკუთვნით რომ მე რომ გამიძლეს იმიტომ რომ საშინელებას ვიძახდი ვიქცეოდი საშინლად აი რაღაც ძალიან იმაში ვიყავ მაგრამ დღეს ალბათ მადლობას ვეუბნები იმ დროს იმიტომ რომ გავიგე რა არის ხო ეგ პერიოდი რეალურად გარდატეხის ასაკი კი არის პერიოდი როცა ხვდები სად ვარ მე სად არის ჩემი მშობელი სად გავარ სამყაროს მიმართებაში და პირველად სწავლობ რომ შენი საზღვრები გაქვს რომ თუ არ მინდა იმიტომ რომ აქამდე რაღაც ბავშვები სგონიათ რომ აი მის გარშემო მოტრიალებს სამყარო დედა და მე იგივე ვართ ანუ მაგასაკში მიდიხარ რომ დედა სხვა არის მე სხვა ვარ და აი მადგება ხო მე მგონი ყველაზე მთავარი რისიც ჩვენ გვეშინია აი ზუსტად ამ თინეიჯერობის ასაკში არის რომ მარტივად მართვად აი გონია რომ რაღაცა ადვილად გადავა სხვის აზრზე იმიტომ რომ არ იცის აი უმაგრესი თემაა აი რაღაც ეს არის ჩემი შიში მაგალითად ეს არის მინდა გითხრა რომ ალბათ ყველასი ხო ეგ არის მეტი სხვა არაფერი ამიტომ ის უცდილობ რომ ვერ დაიცავ ამისგან, რომ მისი გზა არის, მისი გასავლელია ეს ყოფილი, მაგრამ თავარია იცოდეს რა არის ცუდი, რა არის კარგი და იცოდეს მას რა უნდა. შეიძლება
გადავიდეს იმაზე, მაგრამ აუცილებლად უკან უნდა დაბრუნდეს. იცი რა გავახსენე ჩემოდეს. ის თუ გადახტება ფანჯრიდან შენ გადახტები რომ ეკითხებოდა ხო. ხედე ძალიან კაი თემა შეეხერა, რომელიც მგონია რომ ყველაზე აქტუალურია, რომ ის გარემო რომელიც შენ ბავშვების გარშემო არის ან მეც მაქვს ეგ შიშირა, რომ ჯერ არ ვიცი ახლა ჯერ მარტო სკოლა და წრეების მეგობრები ყავს, მაგრამ ახლა რაც უფრო გაიზრდება, უფრო მე ვიღაცებთან ერთად კონტაქტი შენ რო ვერ გაიგებ ისე. ხო და აი მაგ მომენტში გაქვს ნერვიულობა იმას, რომ რა გავლენა ექნება ადამიანს სხვა მეგობრებს შეშლოს და რა უნდა გააკეთე. იმ დღეს სადღაც რაღაც კურს გავდიოდი თინეიჯერების თემაზე, რაღაცას უსმენ. კურს რო გავდივართ იყო ყველა თემაზე უკვე მართლა ის მაქვს, მაგრამ იქ იყო ეგ თემა, რომ ანუ რეალურად ვერ გაიქცევი, თუმცა უნდა ეცადო რომ ახლოს იყო რა მის წესთან და ეცადო რომ რაღაცნაირად ხშირად შენ იყო ის ადგილი სივრცე სადაც ბავშვს უსაფრთხოდ იგზნობს თავს რომ მოვიდეს მარტო თვითონ კი არა მოიყვანოს ის ბავშვი რომელიც შეიძლება რაღაცნაირად ხო იცი რა ცოტა უყურებ რაღაც შეღებილით არანაირ მაგრამ გარეგნობაზეც არის თემა იმიტომ რომ ერთ-ერთი კიდე უდიდესი ტკივილი მშობლების მაგას საკშერო აი უცებ რომ უნდებათ გარეგნობა რაღაც საყურე გახრეტათ მის შეღება გადაპარსო და ვიცი რომ ეგეც ძალიან ისეთი თემა არის რა ძალიან ისეთი თან სანერვიულო მაგრამ თან ნორმალური ხო, იმიტომ რომ მე თვითონაც რაღაც ასაკში ვარდისფრად ვქონდა თვე. ხო, იმიტომ რომ ეგ ხო ის არის რაღაცა შენი თავის გაცნობის პერიოდია რა. იდენტობას რო ეძებ, ვინ ხარ შენ? ვაიმე, იდენტობას ვეძებთ მთელი ცხოვრება ალბათ. მე ჯერ ვერ ვიპოვე. ამიტომ რა ნუ ლაპარაკობთ ჩვენ თინეიჯერ შვილებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის რაღაცა აი დაკვირვება რა, საკუთარი თავის შეცნობა, ელემენტარულად ეხა ადრე მაგალითად აბაზანის კარს კეტავდა შენი შვილი პატარა რო იყო? ხო, არა, რა თქმა უნდა, ხო. ეხლა მაგალითად კეტავენ და ბუნებრივია უნდა ჩაკეტოს. ხო, გადაკეტოს, რა თქმა უნდა, ხო? პირადი სივრცეა. აი ისო რაღაცნაირად კარს რომ მოკეტავს, ხო, უნდა დააკაკუნო სიტყვაზე. კეთა, გარეგნობაც თავისი პირადი არჩევანი. რატო გეკითხე, ვიცი? იმიტომ რომ მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ აი უცებ რომ მოვიდეს, შენი შვილი ისე გეუბნება, აი აქ საყურე, გადაპარს, ანუ თავისი ექსპერიმენტია? ნუ იცი რა, ვერაფერს ვერ ვიზავ. აი ეხლა ვიზახი რომ რა თქმა უნდა ვერ დავუშლი. ვეუბნები რომ აი რო გახტები რაღაცა 20 წლის, მერე თუ გინდა გაიკეთე ტატუ, იმიტომ რაღაცა უნდა ეს ტატუ. და იძახის რომ გავხტები. 20? მე რაღაცა 18 რო არის. არა, მე 20 ვამბობ. მაგრამ დავშედ უნდა და ვეუბნები რომ კიდე, უბრალოდ ისეთი უნდა გაიკეთო რომ მერე არ მოგბესდეს, იმიტომ რომ ეს არის რომ აი კან ნუ წარმოიდგინე შენი ნაწილი ხდება, ხო? ამიტომ არ უნდა იჩქარო ამის გაკეთება. ანუ 100%. აი მაგალითად მე ყოველთვის მინდოდა, მაგრამ მეშინოდა, ნემსის მეშინოდა. ჯერ შეიძლება ეგეთ დროს უთხრა, რომ მოდი ჯერ ცადე რაღაცა დროებითი. ხო და აი იცი რა, რაღაც არ ვიცი, მოუნდება გახრო, აი ვერაფერს ვერ ვიზავ. მისი სხეულია, მისი თავია, მისი აი ხა თმაც რაღაცნაირად და მეუბნები შეიჭრი. მეუბნება არა, აი რა უნდა ვქნა? ვერაფერს ვერ ვიზავ. ეხლა წარმოიდგინე შენ რო გითხრან იგივე. ხო, ანუ აბსოლუტურად მართალია. აი დედაჩემს მაგათ აგიზერებ ჩემი რაღაცა თმები, პირობითა და მეუბნება რომ ნუ არ შეიძლება ხა ამასაკში ესე ჩვეულებრივად კონდეს. ხო შეიძლება რაღაც მაგალითად აი ხო არ ვაკეთებ იმას, ხო? რა თქმა უნდა. და მე მგონია რომ ეს რასაც, ანუ აი როგორ 100% გეთანხმები და მგონია რომ იმდენად იგივე თემა ეხება, თუნდაც აი ესეც ტკივნეულია მგონია ოთახს. აი ეხა მაგაზე ჩემი საერთოდ ისეთ ძიმე მდგომარეობა მაქვს ოთახთან დაკავშირებით. ანუ თავისი ოთახია რა, პრინციპში ეგეც ანუ ამაგას რა უსმედი ამ რაღაც ლექტორს ამთებაზე, როგორც გარეგნობა აქვს, რომ თავისია და ნუ ექსპერიმენტებს ატარებს, ოთახიც არის თავისი სივრცე რა, სადაც რაღაც მომენტში თვითონ უნდა, აუ ურთულესია რომ შედიხარ და უბრალოდ არ უნდა შეხვიდე. ხო. ეს აი ვერც ხსნი ამას სიტყვერად. კარზე რა კიდია, ხო იცი, ჩონჯი რო არ შემოხვიდე. არ ვაკიდე. დებინებ. ჩოჩს იმიტომ რომ მაინც ძალიან ეს სახში მივხვდი ხო ხე მე წარმოვიდგინე უბრალოდ. ვერც გიხსნი მის ოთახში რა ხდება. აი ვერ ხსნი. აქვს უფლება მოკლედ. მაგრამ აი რა ვერაფერს აი ყოველდღე იგივეს ვიძახი მანდაც, მაგრამ ნუ მისი სივრცეა ხო. მე მგონია რომ თან რაღაცნაირად აი რო ვეკითხები ჩემ მეგობრებს ვისაც დავუშვათ იგივე ასაკეშვილები ყავთ, მგონია რომ ყველასთან ერთი პრობლემაა რა. ყველასთან და მე მინდა გითხრა რომ მართლა ეს კურსი რო გავიარე, იქ ზუსტად მაგაზე იყო რა, აი გარეგნობა ოთახი, აი რაღაცა თავისი რაღაც განრიგი დღის უკვე უნდა იყოს ამ ბავშვის ხელში, იმიტომ რომ რაღაცნაირად შედის იმ ასაკში და ერთადერთი თუ რაღაცები არის, რაც დისკომფორტს იწვევს, დაასხედით ილაპარაკეთ, სულ მაგას იწევს. თუ რამე პრობლემა არის ბავშვთან
თუ რამე პრობლემა არის, შეიძლება იყოს რა ქურდობა, ეხლა მე ვიძახი ძალიან უტრირებულ кейსებს. ან ქურდობა, ან აგრესია, ან ვიღაცას და რა დაჩა ბულინგი, პირობითაც ხვებს რა ბულინგები. ანუ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ნიშნავს წითელი დროშა, რომელიც ნიშნავს, რომ აკლია ინდივიდუალური დრო მშობელთან. როგორც კი ეგ დგება, მიიყავს ბავშვი ინდივიდუალურ დღეზე, ჯდები, ელაპარაკები, რაღაცებს. ხო, მაგრამ ეხლა აი კონტრარგუმენტს გეტყვი, რომ არიან მშობლები და ჩემს ირგვლივ მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანია ეგეთი, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებს თავის შვილთან. ინდივიდუალურად? ხო, მაგრამ აი ხდება. არა, ხო. და ეს არის ხასიათიდან გამომდინარე, მაგიტო ვამბობ რა, ანუ ოღონდ არის რომ რაღაცა ეს red flag-ი უცებ და მე აუცილებლად უკან ბრუნდება. არ არსებობს იმ საწყისში, რა საწყისაც შენ ჩადებ, ასე ვთქვათ, ხო? და მე ეს შენდება. მე მაინც მგონია რომ ბავშვები აი ამას რაღაცა მე ხანდახან მორალსაც და ზნეობას და ყველაფერს ვარქმევ ამ ყველაფერს, ხო? მაგრამ აი რაღაცა ეს თავარი ღირებულებები რაც არის ბავშვები, სადაც იზრდებიან და რა გარემოში იზრდებიან. ამის იმედი მაქვს, რომ აი ხო, რაღაც მომენტში შეიძლება გადაუხვიოს, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდება უკან. იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება. ასე მჯერა და მგონია, რა ვიცი, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ან დარწმუნებული ვარ ეგ. და რაღაცა მომენტში მე და შენ ვლაპარაკობდით აი ამ მეგობრების და წრეზე რა. აი მან მართლა არ მაქვს პასუხი, იმიტომ რომ მე თვითონ მართლა მახსოვს უნივერსიტეტში აქ ვსწავლობდი მე და უნივერსიტეტში ვყავდა კურსელები ემო იყო მაშინ ემოს მიმართულება ანუ ამ გოგომ დაბადების დღეზე დაგვპატიჭა სასაფლაოზე გეტა აი წარმოიდგინე მე ვიცი რა სასაფლაო გული მისკდება სასაფლაოს თორე ჩავივლი დღემდე და ანუ ხო და იყო ეგ მიმართულება ოღონდ აი ხო იყავი რაღაც სრულიად შოქში. ხო, მაგრამ რას ვიძახი, იცი რომ ბევრი ეს ერთი ძალიან ისეთი მაგალითი გითხარი, მაგრამ ბევრი მაგალითი იყო, რომელიც ნაკლებად ესეთი რაღაცა ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ ძალიან მოქმედებს ეს გარემო. აი რა უნდა ქნა ეგეთ დროს? ყველა შენთან დაპატიჟო დღე და ღამე შექმნა ეს არ ვიცი. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ აი რაღაცა ხო ახლოს უნდა იყოს რა. იმ თავისი მეგობრებითაც ახლოს უნდა იყოს, ხო? ესე მგონია. მეც გეთახმ. რა გამოვა არ ვიცი, რაღაც მომენტში ეს ბუნებრივად გავა იმ რაღაც ოთახიდან და სახლიდან, რა თქმა უნდა და ესეც უნდა იყოს, უნდა მისცე ამის საშუალება, მაგრამ აი ჯობია ახლოს. და აი მთავარი რაც მინდა რომ რაღაც ესე გაგრძელდეს ჩვენი თანაცხოვრება თინეიჯერული და იმაში უფრო მძაფრ სიუჟეტი ამ ფილმში არ გადავიდეს არის ის რომ აი იცოდეს რომ ხო რა safe place-ი მაინც მე ვარ. ხო. და აი ყოველთვის ჯობია ცუდიც, კარგიც მაინც ითქვას ჩემთან. ხო და შენ ეგეთ დროს მიმღებლობა დიდი გაქვს ესე იგი, იმიტომ რომ მე მაგალითად ვცდილობ. ხო, აი ეგ ბევრს ნიშნავს რა, რომ უცებ გული არ წაგივიდეს. აი მიმდის, მაგრამ ვცდილობ რომ ჯერ რაღაცა ისეთი ვიყო, ადეკვატური და მერე წამივიდეს. ხო, აი ემოცია ხანდახან, ამიტომ მე ჩემ თავზე ჩემი ემოციების კონტროლზე ვმუშაობ. იმიტომ რომ მე თვითონ ისეთი ემოციური ვარ მე რაღაცა არ შემიძლია ისე უემოციოდ რაღაცების კეთება და მით უმეტეს არც საქმის და არც ჩემს შულთან ურთიერთობის რა. ანუ გართობაც ვიცი ესეთი, სიცილიც ვიცი ხმამაღალი და შესაბამისად ყვირილიც ვიცი, ოღონდ ყვირილი კი არ ყვირი. ხო, მე ლაპარაკი მაქვს ესეთი, ნუ ხო. და თვითონ სხვა შვილს ძალიან განსხვავდება ჩემგან, იმიტომ რომ აი არ არის ეგეთი ანუ უფრო მშვიდია. ხო და მაგაზე სულ მაქვს ხოლმე პასუხი, იმიტომ რომ ვიცი რომ მეც ეგეთი ვარ და მაგაზე მაქვს პასუხი, რომ ეგეთი დედა შეხვდა. ნუ აი რა ვქნა, შეხვდა. და იდეაში ყველა ადამიანს ხო, ყველა ადამიანს რაღაცნა თავისი ანუ თავისი გზა გასავლელი და ანუ შეგრძნება მაქვს, რომ თუ ჩემშულს ეგეთი დედა შეხვდათ, ესე იგი ესეთი გზა ქონდათ გასავლელი. მე როგორი მშობლებით შევხვდა, ისეთი გზა მაქონდა გასავლელი რა, პრინციპში და. მე ძალიან ბევრ ამას არ სწავლობ შენ თვითონ ილუსგან. აი მე იმდენ ამას სწავლობ ყოველდღიურად. ძალიან. ხო. და თან მანდ რაღაცნაირად მე სულ მქონდა ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ეხლაც მაქვს რა ეკითხვა რომ ანუ ბევრ რაღაცას სწავლობ ილიასგან შეთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს ბედნიერი. და მთელი რაც ილია გაჩნდა და პრინციპში ორივე ჩემი შვილი ანუ სულ აწვევი იმ თემას რომ მნიშვნელობა თავარია იყო ბედნიერი. მოკლედ ეს არის ჩემი კრედო. იმ დღეს ესეთი კითხვა გამიჩნდა. ხო და აი ახლა მინდა კითხო რა, აი ეგ მეც გავიზარდებით რომ თავარია რომ ბედნიერი იყო და ანუ ამ ბედნიერებას ძალიან მნიშვნელობას ვანიჭებ. კი, ყველას გვინდა რომ ჩვენი შვილი ბედნიერი იყოს, მაგრამ ანუ სწორშვები თუ არა თქო რა, იმიტომ რომ მე მაქვს მთელი აქცენტი მარტო იმას რომ აი თავარი იყო ბედნიერი, თუ არ გინდა ის არ გდა ეს არ იყავი ოღონდ ბედნიერი და
არ გამომეპაროს თქო რამე ამაში რა, იმიტომ რომ შეიძლება გამომეპაროს ის, რომ არ ვიცი ახლა ილუზია არ ვიძახი, ზოგადად ვაბობ, რა შეიძლება უცებ გამომეპაროს ის, რომ რაღაცა მიზან დასახული ადამიანი არ იყოს, ან გამომეპაროს ის, რომ ძალიან მარტივად უდგებოდეს ყველაფერს და აი შრომა გამომაკლდეს. ხო და სად მე მგონი მათ არ ვიცი შენ რა გამოგეპარება, მაგ შენ რა გამოგეპარება მართლა არ ვიცი, მაგრამ მაგრამ გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი რა კუთხით? აი ბევრ რამეში, მაგალითად აი DMS შემთხვევაში, ხო, აი მოკლედ მე ვარ ძალიან ბეჯითი და ძალიან შრომის მოყვარე. აი ეგ მგონი რომ გენეტიკურად მაქვს, მაგალითად დედაჩემისგან. აი მგონია რა, მე რაღაცნაირად გამოვიმუშავე ალბათ. აი DMS შემთხვევაში მაგალითად ეს ნაწილი საერთოდ არ აქვს, მაგრამ არის ძალიან ნიჭიერი და ისეთი სხარტი რა. და რა მალე რო გამოდით ეგ მოწონთ, ხო იცი? ან მე კიდე რაღაც უნდა ისეთი ვარ რა იშრომო ბოლომდე. მოგონა ვიშრომ. არ ვიცი ხო ეგრეც მომიწია კიდევაც რა, ეგეც არის ალბათ. მაგრამ მგონია რომ იმან გენეტიკის ნაწილიც არის რა, რაღაცები იმისგან, რაღაცები ამისგან, სხვათა არა მხოლოდ მშობლებისგან, ანუ ბებია, ბაბა, ხო იცი გენეტიკური კოდი რა არის საერთოდ. ამიტომ ეგეც არის. ჩემ შემთხვევაში მე სულ ვეუბნები რომ აი იცი რა, ვინც გინდა ის გამოდი, რაც გინდა ის გააკეთე. უბრალოდ უნდა ისწავლო. ხო. აი სწავლას დიდ პრიორიტეტი არის მოკლედ ჩემთვის რა, ხო? არ ვიცი, ოღონდ ამითი შეიძლება საერთოდ საპირისპირო რაღაც მივიღო და შევაშინო, ანუ ხვდები რას ვიძახი, რომ განათლება ძალიან ბევრ რამეს იძლევა რა. იცი რა, მეც იძლევა თავისუფლება. აი, რამდენადაც იძლევა რომ ჩამოვთვალოთ, ხო? ამიტომ მგონია ბედნიერებაც მოაქვს ამ განათლებას, ხო? ანუ იმიტომ რომ ახლა მე კი ვთქვი რომ ჩემი მშობლები ბედნიერების, აი მართლა ძალიან მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ მართლა ძალიან დიდი ჩაჭერა ჰქონდათ სწავლაზე. აი უდიდესი ხსნის. აი ამ რაღაცას ხსნის, რასაც ბევრ რამე არ ხსნის მოკლედ რა. ხო და ანუ მოაქვს ამას თავისუფლების შეგრძნებაც, ბედნიერების შეგრძნებაც, თვითკმარობა, საკუთარ ძალებში დარწმუნება რა. აი რა მოხარ, მოაქვს შენთვის ეგ. ხო, ძალიან დიდი. ჩემთვის სწავლა ძალიან მე რა არის, იცი, ძალიან ღია ხარ. არ ხარ ჩაკეტილი. ანუ გულისხმობ მით უმეტეს თუ რაღაცა მოგიწია არა შენს გარემოში და შენს რაღაცა ხო, მოკლე მიკრო სივრცეში. ამ ყოფილი და მოგიწია რაღაცა წასვლა და უშუალოდ იქ რა ხდება. მიმღებლობა გაქვს, იმიტომ რომ შენ იქ ხარ, შენაირი კი არ არის ბევრი, ყველა განსხვავებულია. და აი ეს რას გაძლევს, ანუ გზრდის და რაღაცა გაყალიბებს მართალი ხარ. ხო, მგონია რომ აი ეგ ისეთ უნარებს გაძლევს, რაც ამიტომ მივედი ისევ სწავლამდე რა, ხო. ნიშნავთ. და მე ზოგადად აი როგორ ელაპარაკები ხოლმე ბავშვს, რატომ გეკითხები, იცი, იმიტომ რომ ღირებულებებზე აი თუნდაც ის რომ სწავლა არის ნიშნავ როგორ მიგაქვს ეს ინფორმაცია მასთან ისე რომ თან ლექციას არ გავდეს. აი როგორც ახლა შენ გელაპარაკები, ეგრე ველაპარაკები. ხო, როგორც დიდ დასრულ ადამიანს. აბსოლუტურად როგორც დასრულ ადამიანს კი. აი ხარ მაგალითად მე რომ მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში 11 წლის იყო, ხო? და რო ვთქვი რომ ეს პირველი შოკი ქონდა და მითხრა რომ ერთი წამიო რატო უნდა ისწავლო საერთოდ? ანუ სამსახური ხო გაქო, სახლი გაქო, მაგრამ ჩამომიწოლე ხეხს. რა მაგარია რომ ისე რა შეგეწინააღმდეგე. საერთოდ რა სწავლა არის სწავლა და ნუ რა უხსენი რომ ხა ჩემთვის ეს არის, ნუ რაღაცა ლექცია რა, მაგრამ ჩვენებად ვუთხარ, მაინც ძალიან დიდი ხანი იძახდა რომ ნუ ალბათ ფიქრობდა რომ რისთვის საერთოდ რა ხდება, რატომ? მაგრამ ხო, ლექციას არა ვცდილობ რომ რაღაცნაირად აი ჩვეულებრივად ავუხსნა როგორც ჩემ მეგობარს ავუხსნით, ოღონდ უფრო ისეთი მარტივი ენით, გასაგები ენით უფრო სწორად. შენ ახლა ძალიან ბევრჯერ აი ახსენეს მეგობარის თემა, მაგრამ რასაც ხედავ, აი რომ გისმენ რა, რეალურად მეგობრობა მშობელს და ბავშვს შორის ცოტა არღვევს ამ საზღვრებს რა, მაგრამ შენ რასაც გისმენ, საზღვრები ადგილზე გაქვს, თან რაღაცა ურთიერთობაც გაქვს მეგობრული, მაგრამ თან ისეთ იერარქია მოკლედ დაცული გაქვს, ხო? ხო, ეხლა მე მგონია რომ ჩვენი შემთხვევა კიდე რაღაც განსხვავებული შემთხვევაა და ამ შემთხვევაში თვითონაც ძალიან მიფრთხილდება. ხო. თვითონ აქვს ეს რაღაც აი ცოტა ისეთი კაცური დამოკიდებულება ჩემს მიმართ რა გაგებით, იცი რომ აი ყოჩაღა ძალიან მიფრთხილდება, ხო? ანუ აი თავი რომ მე არ მეწყინოს, არ მაწყენინოს, ეს არის და მეც ვცდილობ იგივეს რა. ამიტომ ვფიქრობ რომ ხო, თავარია რომ ისეთი რაღაც არ გაგეს რომ ქეთა გაბრასდება.
გაფრაზებული ქეთა არ წარმოვიდგენია ახლა ეს. ძალიან გაფრაზებული არ წარმოვიდგენ. ამიტომ თვითონაც მე ვფიქრობ რომ მიფრთხილდება, ხო? მივხვდი, გავიგე. რაღაცა კავშირი გვაქვს აი ისეთი რა, მაგრამ ხო არის საზღვრები. კი ვარ რაღაცა სპონტანური შეიძლება შემოქმედებით ნაწილში ვარ ისეთი, მაგრამ წესრი ვარ მე თვითონ რა და შეიძლება უნდა ვიცოდე ხვალ რა არის, ზეგ რა არის, მაზეგ რა არის. ამიტომ ეს ჩემთვის ეგ ბავშვისთვის მე ძალიან დიდი კომფორტია, იმიტომ რომ ყოველს ხო გონია რომ თითქოს აი ბავშვს რაღაც თავის სინამდვილეში ბავშვს სიმშვიდე ბავშვისთვის მოაქვს წესებს. ახლა ეგ არის ბავშვებისთვის სიმშვიდის თვითონაც ეგეთია. და სხვადასხვა კიდე ძალიან ხშირად ბევრ რამეს ვამბობ რომ არ ვიცი. აუ აი ეგ მინდა რომ კარგად თქვათ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია აღიარება. მართლა არ ვიცი ოღონდ. აი რაღაც შეკითხვით მოსულა მაგალითად და მე მithქვებს აუ დედა აზზე არა ვარ, მოდი ChatGPT-ს ვკითხო. ბუნებრივად ძალიან, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველაფერი ვიცოდე. ვერ მეწოდინება. შესაბამისად ეგ რაღაცა კითხვების დასმაც რომ უნდა შეეძლოს, არ შერცხვეს, პირიქით. ამით ვიზრდებით, ეგეც მიმაჩნია რა მაგალითია, არ ვიცი, მე მოკლედ ვიცი რაღაცნაირად რაღაცების მჯერა რა, აი მჯერა ზემოთ რაღაც კოსმოსების და ასე შემდეგ და იღბალით საჭიროა რა. ხო, არ არის ესე რომ აი ჩვენ ძალიან ბევრ რამეს შეიძლება რაღაცნაირად მოვიკლოთ იმისთვის რომ ჩვენ შულებს გაუკეთოთ, ხო არა? და რაღაცა ვეცადოთ რომ ხო, საუკეთესო არ არის ესე. რაღაცა იღბალიც არის და ნუ ბუნებაც არის ადამიანის, რასაც ვერ შეცვლი, რაც არ უნდა გაიდლაინით ვიხემძღვანელოთ მე და შენ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენი შვილები მაგალითად აი იცი რა არის დრო რო გავა და დიდები რო გახდებიან დააფასებენ იმას რომ უბრალოდ რა საინტერესო დედები ყავდათ რა. აი მაგას ვიცახი და თან კარგ გარემოში გაიზარდნენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი რომელიც ძალიან რთულ გარემოში იზრდება. და ამასთან ერთად მე დავამატებდი რომ რეალურად ჩვენც პირველად ვართ დედები. და სულ მაგას ვფიქრობ ხოლმე ჩემ მშობლებზეც, ბებიებზე. ანუ პრინციპში ჩვენც პირველად ვცხოვრობთ, პირველად გვაქვს გამოცდილება დედობის და ანუ ჩვენც ვერ იქნები რა ყველაფერში. და შენც პირველად ხარ ამ გამოცდილებას. ძალიან ბევრი რამე შეიძლება მეც. აი ინცირამდე რამე შეიძლება. მარტო ჩემ შულთან კი არა, საერთოდ ადამიანურად აი რა ვიცი, შეიძლება მეგობართან შემეშალოს, ყოველდღიურობაში რაღაც და ჩემ შულთანაც ბევრი რამე მეშლება. და მაგის აღიარება რომ გააქვს ადამიანს ნიშნავს რომ უკვე სხვანაირად ცნობიერად ხარ ამ საკუთარ ხო, ამით ვსწავლობ, მე ერთ რო შემეშალო, ვეცდები რომ მეორჯერ არ შემეშალოს და იმისის თუ რაღაცას მიმიდე, თქოს ბოდიშაც ხშირად უხდი, რომ აუ ეგეც ძალიან მაგარი რაღაც არის. მეც აი იმას ვფიქრობდი რომ აი ეგ აღიარება იმის რომ შეიძლება მე შემეშალოს და შენ შეგა. აი რაღაც შეიძლება დამავიწყდეს უცებ, ხო? და ახლა იმისთვის ეგ იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ამას საკში და ბოდიში, აი რა ვქნა, დამემართა. იმიტომ რომ ნუ მეც ადამიანი ვარ, მეც ხوار ვარ რაღაცა ის რა ქვია რომ ყველაფერი. ყოვლის შემძლე. ხა და ეცი რა მითხარი, რადგან უკვე ის რა ქვია რაღაც ბოლოსკენ მივდივარ ჩვენი. თან ვიცი რომ დღეს მიფრინავ. ხო, შენ სუსტ. ხო იცი რომ ამბობენ ისინი სტიუარდესები დიდი ხანი რომ დაფრინავენ ცაში, მე რაღაც დროს სამსახურს აეროპორტში აძლევენ. შენ როდის გაძლევდი? მინდა რომ ბოლოს რაღაც საყვარელ კითხვას დაგესვა, რომ აი ამას საკში დემესი ყველაზე ძალიან რა მოგწონს. აი რასაც რო იქნებოდი ახლა 80 წლის რო იქნები, იტყვი რომ აი აუ მომენატრა ასაკი, როცა დემა იყო 13 წლის. ცხეშე ძალიან კაი ასაკია ეს. ხო. იმიტომ რომ აი როგორ არის, იცი უკვე მოკლედ უკვე შეგიძლია მასთან ისე თემებზე საუბარი, რაც აქამდე არ შეგეძლო და რაღაც თავს იკავებდი. გართობად შეგიძლია მასთან ერთად, ანუ აი ნების რაღაცა კონცერტზე გინაწილოს, ადგები და წახვალ შენ შულთან ერთად რა. ძალიან კაი იუმორი აქვს და ანუ ეგ მართობს ძალიან, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება ეს კრინჯი რაღაც სიტყვებს ვიგებ გაუყოლოს ამ ბავშვების და მე ვიწყებ ამაზე ფიქრს ნეტა რას ნიშნავს და მგონია რომ ხო აი ეს არის რა. უფრო მეტად გამომინთავისუფლ და რანაც ხო უფრო საყურადღებოა დაუშვათ ეხა ეს ასაკი თავისი სხვა პრობლემებით, მაგრამ ნუ მასაც უნდა ეს რაღაცა თავისი ეგრეთ წოდებული თავისუფალი დრო, თავისი სივრცე და აღარ უნდა ისე დედასთან, როგორც უნდა დაუშვათ 3 წლის წინ. ხო, და ეგ დროც გამოგინთავისუფლდა. ანუ ტვინით არა, იმიტომ რომ სულ კონცენტრებული ხარ, მაგრამ რეალურად ეგეც ძალიან კაია რა. და დაუშვათ ის რომ შემილია რომ აი საღამოს თუ მომინდა სადღაც წასვლა, რასაც აქამდე არ ვტოვებდი რა თქმა უნდა. ეხა შემიძლია რომ 2 საათი დაუშვათ სადღაც და უთხრა და ეხა მე აქვე გავალ და მალე მოვა. აი უმაგრესია ეს კი. მეც გიждები და ჩემთვისაც არის აი რაღაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ეგ არის რომ უკვე
იმდენად დიდი გაგება აქვს შენი, რომ ყველაფერს აუხსნი. აი შეიძლება 4 წლის ლირის ვერ ავუხსნა რაღაც, მაგრამ იმას ყველაფერს აუხსნი და ანუ აი ეს თავისუფლება მაქვს უდიდესი და სიმშვიდე, რომ ანუ შენ შვილს შენი ესმის. ხო, ისე თემებზე შეგიძლია დაელაპარაკო, ანუ ეგ მაგას ნიშნავს ზუსტად, რასაც ნუ აქამდე დაუმალავდი არა და უბრალოდ ეტყოდი, რომ ეხა არ მცალია. და ეხა შეგიძლია, რომ ის არ მცალია. ხო, როგორც არის ეგრე. ჩვენებად გაშიფრო რა. ქეთა მადლობა, ძალიან მომეწონა. იცი რა, მომეწონა რომ რაღაცნაირად აი რაღაც გაზიარება მქონდა ჩვენი საკუთარი გამოცდილებისას და მგონია რომ ეს ძალიან სასარგებლო იქნება ადამიანებისთვის, ვინც ახლა შედის იმ ასაკში, რომ თავისი შვილები ახლა უკვე მიხარია თუ ვინმესთვის ხო, იმიტომ რომ ეს არის მართლა ჩვენ არ ვართ რაღაც არც პროფესიონალები ამ კუთხით. ხო, რა იცი რა, რომ ეგ არის ჩვენი პირადი გამოცდილების გაზიარებაა რეალურად. მე ყველაზე ძალიან მეხმარება სხვა ადამიანის პირადი გამოცდილების გაზიარება. გებიცები, აი ყოველთვის სხვა თუ რამეში ვიყენებ Instagram-ს მაგაში, რომ აი რაღაცებს, რასაც კითხვები მაქვს, ყავს ადამიანები, ვისგანაც ვიღებ ინსპირაციას და რომლებიც უბრალოდ ცხოვრობენ და განახებენ ამ გზას. და მადლობა შენ, რომ იყავი ჩემი ინსპირაცია დღეს. მადლობა პირიქით. კეთილი მგზავრობა. ძალიან დიდი მადლობა.